თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის რომეო მიქაუტაძის საქმეზე მორიგი სასამართლოს სხდომა გაიმართა. ბრალდების მხარე ამბობს, რომ მიქაუტაძის მიერ დანაშაულის ჩადენა მოწმეთა ჩვენებებით, რევიზიის აქტებითა და მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციით დასტურდება. რაც შეეხება საპროცესო შეთანხმების შესაძლო გაფორმების საკითხს. პროკურორ ირაკლი მარშანიას თქმით, ამისთვის რომეო მიქაუტაძემ დანაშაული უნდა აღიაროს, ზიანი ანაზღაუროს და შემდეგ პროკურატურას მიმართოს. მარშანი ამბობს, რომ ჯერჯერობით ეს წინაპირობები სახეზე არ არის. საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე საუბარი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად რომეო მიქაუტაძემ გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე საქმის ფარგლებში სუსის ყოფილი უფროსის წინააღმდეგ ჩვენება მისცა. ის მოწმეები, რომლებიც გამოკითხული იქნა, ვერ ადასტურებენ ვერანაირად ვერც ერთ ეპიზოდში რომეო მიქაუტაძის მიმართ წარდგენილ ბრალდებას. თუ ბრალდების მხარეს გააჩნია ისეთი მოწმე, რომელიც დაადასტურებს წარდგენილ ბრალდებას, ჩვენ ველოდებით რომ წარმოადგინონ ასეთი მოწმე, რომეო მიქაუტაძე თავს მიიჩნევს უდანაშაულოს, რაც შეეხება საპროცესო შეთანხმებას, ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს მოლაპარაკება, რაც შეეხება წინაპირობას საპროცესო შეთანხმების გაფორმებას არსებობს ყოველთვის, სანამ საქმე განიხილება სასამართლოში, ნახოთ მომავალში თუ შეიცვლება რაიმე პოზიციები, ამის შესახებ ცნობილი გახდება ყველასთვის. ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის ივნისში დააკავა. მას ჯამში 8.499.324 ლარის უკანონო დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზებას ედავებიან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მიქაუტაძეს 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.